მოგესალმებით ტრადიციულად ჩემი უსაყვარლესი პოდკასტ ზონიდან. დღეს დაგიბრუნდით იმ თემით, რომელიც ყველას ძალიან გვტკივა და გვაინტერესებს. უფრო კონკრეტულად კიდევ ეს ყველაფერი დღევანდელი ეპიზოდი შეეხება მომსახურების სფეროს. ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში მომსახურების სფერო არის ძალიან დაბალ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს და როდესაც შევდივართ ხოლმე თუნდაც კაფეში ხვდებით, რომ უკვე ხანდახან გვიღიმიან კიდეც და კომპანიები ბოდიშის მოხდასაც შეეჩვივნენ მაშინ, როდესაც რაღაცა არასწორად მიდის და მომხმარებლებს კომპლიმენტებსაც უკეთებენ, მაგრამ მხოლოდ აქ არ სრულდება მომსახურების სფერო და მისი თამდევი პროცესები. ჩვენი შეხების წერტილი არის ხოლმე როგორც წესი, როდესაც მივდივართ სტენდთან ან მაღაზიაში და ვირჩევთ კონკრეტულ პროდუქციას, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არის ძირითადად უმეტესწილად ორი ასპექტი, ხო? ერთი როგორ გვემსახურებიან და მეორე როგორ მოგწონს პროდუქტი, მაგრამ სინამდვილეში ეს პროდუქტი რომ სტენდამდე მივიდეს, ან ის მოსამსახურე პერსონალი, რომელიც დგას ადგილზე და გემსახურებად, როგორ გემსახურებად, ამ ყველაფერს უკან დგას მთელი ჯაჭვი პროცესების დაწყებული იქიდან, როგორ იქნება ეს პროდუქტი, მიწოდების ჯაჭვი როგორია, როგორ ატრენინგებენ პერსონალს. ან ხანდახან არის კიდეც ისეთი მომენტები, როდესაც აღფრთოვანებული ვართ კონკრეტული კომპანიის მომსახურებით და ჩვენ გვსმენია ასეთი არაერთი ქართული кейსიც, როდესაც გვეგონა რომ საუკეთესო პირობები ჰქონდათ კომპანიაში, მაგრამ აღმოჩენილა რომ ეს კარგი მომსახურება რეალურად პერსონალის გადაწვის ხარჯზე იყო. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ აი ამ პროცესებზე, არა მარტო წუწუნის დონეზე, რომ ვაი როგორი ცუდი არის საქართველოში მომსახურება, არამედ დღეს ჩემ გვერდით არიან ექსპერტები მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილებით, ამავდროულად აკადემიური პერსონალიც არიან, ანუ უნივერსიტეტში ასწავლიან და ყავთ უამრავი სტუდენტი და ყველაფერთან ერთად აქვთ თავიანთი საკონსულტაციო ცენტრი სამომხმარებლო გამოცდილების კუთხით და არიან CX Awards-ის პარტნიორები საერთაშორისო ანუ კუთხითაც შესაბამისად არიან და ამავდროულად არიან ჟიურის წევრებიც ამ მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 360 გრადუსით მიმოვიხილავთ დღეს ამ სამომხმარებლო გამოცდილებას და შევხედავთ როგორც ექსპერტული კუთხით, ასევე მომხმარებლის და ასევე კომპანიის კუთხით. მოგესალმებით და მიხარია რომ აქ ხართ ცოტა ენა დამებადღე. ძალიან მნიშვნელოვან სენსიტიურ თემას შეეხება, შესაბამისად ეს ემოციებიც ბუნებრივია. Klienat მომხმარებლის გამოცდილებაც ზუსტად ემოციებზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო უკვე სტრატეგიული მიმართულებაა და გვიხარია, რომ ამ ნაწილზე შენთან ერთად ვისაუბრეთ. გავშლით თემას. მადლობანი, მეც ესე როყვებოდა პრეისტორიას შესავალს რო აკეთებდანი, წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და მართლაც რაღაცა ზუსტად რომ ერთიანი ჯაჭვია, როგორც ახსენე და აი ეს ერთიანი ჯაჭვი რო იყოს სწორედ გამართული მაგისტვის გაჩნდა, მოკლედ მაქედან გაჩნდა ჩვენი კომპანიის დააფუძნების იდეაც და ზოგადად ჩვენი ესე ვთქვათ ინსპირაციაც ეგ არის და ეგ გვამოძრავებს მოკლედ როგორც ადამიანებს, ისე კომპანიის წარმომადგენლებს, ისე ლექტორებს, რომ ზუსტად ეს ერთიანი ჯაჭვი იყოს კარგად სწორედ გამართული და მართული. პირველ რიგში ალბათ იმით დავიწყებ, რომ ძალიან მიხარია, რომ პირველად ჩემ პოდკასტში მოხდება ამ თემაზე ესე საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი თქვენაერი ადამიანები, რომლებიც ბექგრაუნდში ძალიან ბევრს შრომობენ და სხვადასხვა ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობენ, ჰქონდეთ უფრო ისეთი ვრცელი პლატფორმა, სადაც მეტ აუდიტორიას მოიცავენ და ესაუბრებიან ისეთ თემებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ, ან ზოგჯერ შეიძლება არც იციან, რომ აინტერესებთ და შესაბამისად ჩვენ დავაინტერესოთ. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ თვითონ პროცესების მიმოხილვაზე, ლოგიკური იქნება ალბათ, რომ თქვენს ბექგრაუნდზე ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ ისეთი ვრცელია და მინდა რომ თქვენ თავად ისაუბროთ, როგორ მოხვედით სამომხმარებლო გამოცდილების მიმართულებაში. ბექგრაუნდზე საუბარი, თუმცა ალბათ საუბარი იმ კონტექსტიდან ზუსტად რა გამოვიარეთ, რა კომპონენტებს კრავს და რა ერთიანდება, ასე ვთქვათ, მე საბოლოო ჯამში CX hub-ის ირგვლივ. რა ვიცი, შენ დაიწყებთო, რომ შემიძლია შევაჯამო პრინციპში, მე ნაკლებად მედანაც ერთობლივ სივრცეებში არაერთხელ გადავკვეთილვარ და ალბათ ჩვენი ესეთი კოლაბორაციული თანამშრომლობაც აქედან გამომდინარე უფრო ბუნებრივი და კომფორტულიც გამოდგა. საგანმანათლებლო მიმართულებით
მიმართულებით უკვე 6-7 წელზე მეტია აკადემიური მიმართულებით მუშაობს, ძირითადად ოპერაციების მართვის, პროექტების მართვის და ეხლა უკვე გვაქვს პატივი გავაჟღეროთ SEUS-თან პარტნიორობით უკვე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის entrepreneurship-ის, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიური ნაწილის წევრები ვართ. საკმაოდ საინტერესო პროექტი არის, წელს უკვე ორჯერ მოგვიწია ამერიკაში წასვლა და ამჯერად ნანა მიემგზავრება და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სოფლიოს ნომერ პირველი უნივერსიტეტი customer centric entrepreneurship-ზე, ანუ მომხმარებელზე დაფუძნებულ მეწარმეობაზე და entrepreneurship-ზე მუშაობს და არა მარტო სიტყვიერად განმარტავს ამას, იმიტომ რომ დღეს უკვე ძალიან ისეთი პოპულარული გახდა ამაზე საუბარი, რომ შენ საჭიროებაზე მორგებული და მომხმარებელზე ორიენტირებული, თუმცა სიტყვა და არ უნდა დარჩეს ეს სიტყვათა წყობა და უფრო მეტი რამ უნდა იგულისხმებოდეს. მოკლედ იქიდან მოგვაქვს ამჯერად სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის ეს მეთოდოლოგიური ჩარჩო და ნაბიჯები ზუსტად როგორ მივიდეთ აქამდე, არა მარტო როგორც სტარტაპერი, თქვა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის, არამედ როგორც ორგანიზაციაც. ეს რაც შეეხება აკადემიურ, მაგრამ ძალიან პრაქტიკულ აკადემიურ გამოცდილებას ორივეს მიმართულებით. ასევე ნანა უშუალოდ არის სერვის კულტურის ლიდის როლში, შესაბამისად ამ როლში არაერთ ინდუსტრიაში გამოვლია ნანათი დავიწყებ ამიტომ დავიწყე სახელმწიფო სერვისები, ჯანდაცვის სექტორის სერვის მოდელების და პროცესების გამართვის ნაწილი. მოკლედ და ის კულტურული მაინდსეტი, რაც ზოგადად ორგანიზაციული კულტურაზე კიდევ ბევრად მაღალია და უფრო ხელშესახებია და ადამიანებს ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ ფოკუსით ამუშავებს კომპანიაში, მოკლედ ამის ლიდინგს აკეთებს ხოლმე ნანა. პრინციპში ეს არის და ბოლოს მივედით უფრო ნათიაზავი თავისთავად არ ყავს. ამიტომ მევიდე. მოკლედ ძალიან ესეთი კარგი კომბინაცია გვაქვს ჩვენ ამ კუთხით ადამიანური ურთიერთობების დასაქმებულის კონტექსტში და ჩვენი კომპანიის მართვის კონტექსტში ნათიას მიმართულება არის უფრო ესეთი სისტემების ლიდი, ანუ ისეთი სისტემების, ტექნოლოგიური სისტემების მოძიებაც, განსაზღვრა, იდენტიფიცირება, დანერგვა, რაც უწყობს კომპანიებს, ეხმარება კომპანიებს მართონ მომხმარებლის გამოცდილება უკეთესად. ნუ ამ მართვის ნაწილში არ იგულისხმება, მე გადავალთ ახლა რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც ვისაუბრებთ, რაც თავში ახსენა, მაგრამ მაინც ეხლა რო განმარტოთ, მართვის ნაწილში არ იგულისხმება მხოლოდ იმის გაგება, თუ როგორ გრძნობს მომხმარებელი თავს. აუცილებლად იგულისხმება ის ტექნიკები, ტექნოლოგიები, რომელიც მერე ამ ყველაფრის მართვაში გვეხმარება და სწორედ განსაზღვრაში და სწორედ მოგვარებაში იმ ტკივილების, რასაც უხებთ ხოლმე მომხმარებლებს. ხო, ნუ პრინციპში ჩვენი ერთობლივი მუშაობა და ამ თემით დაინტერესება დაიწყო ზუსტად იქიდან, რომ ძალიან ბევრხნიანი გამოცდილება დაგვიგროვდა მეც და ნათიასაც, ბევრ კომპანიასთან მუშაობით და ძალიან ესეთ შიგნიდან და ორგანულად ხედავდით, რა აწუხებთ კომპანიებს და რა აწუხებს მომხმარებელს. ეს იყო ჩვენი ინსპირაცია და ხა პრინციპში ბოლო 8 წელი TBC-ში ვართ მეც და ნათიაც. TBC იყო ერთ-ერთი მსხვილი, ასე ვთქვათ, კორპორაცია, რომელსაც პირველად ჰქონდა საქართველოში ფუფუნება, რომ მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრუქტურა, განყოფილება ცალკე ქონოდა და მე და ნათიამაც თქვით რა იმ მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, რომ რატომ არ უნდა გააუზიაროთ ის გამოცდილება, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზეც და ქართულ ბაზარზეც, უკვე სხვა კომპანიებსაც, მათ შორის შედარებით პატარებსაც, ხო, SME კომპანიებს, ბიზნესებს, რასაც ვეძახით. და ნუ ეს იყო ფაქტიურად ჩვენი ინსპირაცია, თავი მოუყარეთ ამ ჩვენ გამოცდილებებს, იმ ტკივილებს, რაც ვიცოდით, რაც ჩვენ როგორც დამსაქმებლებს, დამკვეთის როლში გვქონდა სხვა კომპანიებთან, რომლებიც მსგავს სერვისებს გაწევდნენ, იქნებოდა ეს კვლევითი ტრენინგი, პერსონალის გადამზადება ახსენიანი შენ დასაწყისში და აი ამის გარშემო შევკარით მოკლედ ჩვენი კომპანიის იდეა და CX ჰაბი ზუსტად მაქედან გამომდინარეობს, რომ უნდა ყოფილიყო ეს სივრცე და არის ის სივრცე, სადაც ნებისმიერი კუთხით, ტრენინგის ნაწილი იქნება კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის თუ ასე შემდგომ, ნებისმიერი კუთხით, ან ჩვენ თვითონ ვართ ამ სერვისების პროვაიდერი, ან ყავს ძალიან მყარი პარტნიორები, რომელიც ამას ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ამ გზის გავლას კომპანიასთან ერთად. ეს არის მოკლედ ჩვენი ისტორია, განვითარების. აი, ნანას ნათქვამს დავამატებ TBC-ის კონტრიბუციის ნაწილშიც, რომ TBC-ის გვერდში დგომა ნამდვილად აღსანიშნავია ამ მიმართულებით, რომ წამოყვა ზუსტად აი ამ იდეის ხორჩესხმის და თქვენ იყავით ინიციატორები.
დირექტორები. გააქტიურების ნაწილში, მათ შორის TBC უკვე მეორე-მესამე წელი არის Customer Experience Business Summit-ის, ანუ მომხმარებლის გამოცდილების მართვის Business Summit-ის თანაპარტნიორი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მცდელობა ჩვენი, მათ შორის ბიზნესის, ახსენე hidden needs მაპატიეთ ინგლისური ტერმინებისთვის, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურობაში საქმიანად გვჭირდება ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკების ადაპტირებისას და ეს გაუცნობიერებელი საჭიროება, რაც ბიზნეს რეალურად გააჩნია, ამისი წინ წამოწევით დავიწყეთ ერთ-ერთი მსხვილი ნაბიჯი TBC-სთან ერთად და დანარჩენ პარტნიორებთან ერთად, რაც გადავდგით, იყო სამიტი. სამიტმა მოიტანა ის, რომ ნელ-ნელა ბიზნესმა დაიწყო ფიქრი, რომ მხოლოდ გაყიდვებზე, კომერციულ, ასე ვთქვათ, მიზნებზე ორიენტირებულობით, რაღაცა მოკლევადიანში შეიძლება ცოტა საშუალოვადიან პერიოდშიც მიიღო ეს მოგება და კომერციული ინტერესი, თუმცა გრძელვადაში ზუსტად ესეთი მდგრადი განვითარებაზე ვსაუბრობთ ხოლმე ხშირად და ეს მდგრადობა არა მხოლოდ ეკოლოგიურ და არა მხოლოდ სხვა ტიპის მდგრადობას გულისხმობს, ბიზნესის მდგრადი და ჯანსაღი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სწორი გაყიდვებით, ზუსტად ესეთი უკვე გაპოპულარებული, მაგრამ ცოტა გაცვეთილი საჭიროებაზე მორგებული სერვისებით მიხვიდე აქამდე, მაგრამ არა მარტო სერვისის, არამედ ადამიანის გვერდში დგომის და ადამიანის როგორც ძირითადი მამოძრავებელი, როგორც ბიზნესის, როგორც სახელმწიფოს, როგორც ნებისმიერი მოქმედი ინსტიტუციისთვის ეპიცენტრად ქცევის. უბრალოდ ამ სიტყვების მიღმა უკვე ნელ-ნელა ვცდილობთ იმან თავისი მოიტანა ნამდვილად TBC-ის გვერდში დგომით, რომ ეს სამიტებმა შექმნა ამ კუთხით დაინტერესება, ფრაზებიც კი უკვე ძალიან ესეთი ბევრგან ხვდება ხოლმე ეს ტერმინები, პროფესიულადაც, როლულადაც წინ წამოიწია და ბევრ მონათესავე, მაგალითად პრეტენზიების მართვის ჯგუფი, ხარისხის მართვის სამსახური, თქვათ, რა ვიცი, ქსელის მართვა, კოლცენტრის მართვა, ასე შემდეგ ნებისმიერ ეს შეფხებლობის წერტილები ახსენიანი და ნებისმიერ შეხებაში მყოფ წერტილებში მუდმივად ორგანიზაციებს ისედაც ყავდა, დღესაც ყავთ კონკრეტული leading role, რომელიც ამას ავითარებს. თუმცა როგორ ვაკეთოთ ეს საქმე, რომ ეს სიტყვები არ დარჩეს და არ აღმოჩნდეს, აი ბოლო პერიოდში ცოტა ამ ეკოსისტემის ზრდას უყურებთ CX-ების, ასე ვთქვათ, აღმოცენებასთან ერთად, მაგრამ მე პირადად აი ბარემ გამოწვევებზეც რო გადავიდეთ, ხვდები ხოლმე თითქოს არის მცდელობა, რომ აი ეს კლასიკური სერვისის მართვა ან მომსახურების სტანდარტები, გაიდები, სერვისი plus ტრენინგების რეინკარნაცია მოხდეს CX-ის სახელის ქვეშ. ეგ არა ჯანსაღია. ამიტომ CX-აბი როგორც კომპეტენციის ცენტრი დასაწყისიდანვე რომ ჩაუდეთ ასე ვთქვათ საფუძველი, გვინდა რომ იქცეს ზუსტად ამ კომპეტენციის ცენტრად. არ გვაქვს არანაირი კონკრეტული პარტნიორობა მარტო ერთ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორთან, რომ მხოლოდ მის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ვთქვათ ვშლიდეთ აი ამ სერვისებს და პირიქით ვცდილობთ რომ შემოვიტანოთ ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ნანამრაც ახსენა მათ შორის ტექნოლოგიური კუთხით მყარი პარტნიორობები, რომლითაც შევეცდებით, რომ ბიზნეს დავეხმაროთ ზუსტად იმ ნაწილში, რაც მას სჭირდება და მასზე მორგებით. შესაბამისად, აი ამ ნაწილზე საუბრები დაწყებულია, თემა შედარებით უკვე გაპოპულარულდა, მათ შორის მოთამაშეებიც ეკოსისტემაში გაჩნდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიცვათ აქ ხარისხიანი, თუნდაც customer experience-ის სერვისის მიწოდების პრინციპი და ამ ნაწილში მოკლედ ბევრი გეგმები გვაქვს კიდე ამ მიმართულებით და ნელ-ნელა ამას აუცილებლად გავაჟღერებთ. იმდენ საინტერესო მიმართულებას შეეხეთ, ანუ ზოგადად ისედაც მქონდა უკვე კითხვები, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გამიჩნდა, მაგრამ ეტაპობრივად მოდი მივყვეთ. პირველ რიგში ალბათ იცით რაზე გავამახვილებდი ყურადღებას, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც მიმუშავე ან სხვა ადამიანებს ხო ვაკვირდები და ვხედავ, რომ CX-ი საქართველოში ჩემი აზრით წარმოდგენილი არის როგორც ფუფუნება რა კომპანიების მხრიდან. ისეთი, რომელიც მათ თითქოს არ სჭირდებათ, იმიტომ რომ მათი თქვენ ახსენეთ, რომ ორიენტაცია არის ერთად შემოსავლის მაქსიმალურად მიღება და ზრდა და ამ შემთხვევაში უკვე ნიველირებული არის თანამშრომლების და პერსონალის მოდელი. იქნება ეს გადაწვის ხარჯზე თუ როგორ არა აქვს როტაციის ხარჯზე და გადინების ხარჯზე, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. უნდათ რომ თავარია მხოლოდ შემოსავალი იყოს და ჩემთვის ძალიან გასაგები არის CX-ის მიმართულება, რა ვიცი, როგორც ადამიანისთვის, კადრისთვის და ალბათ მომავალი ანტრეპრენერისთვისაც, მაგრამ თქვენი მხრიდან მინდა რომ სიტუაციური ანალიზი მოვისმინო, მე მესმის რატომაც აქვს ამას სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ როდესაც მიდიხართ კომპანიებთან და თავაზობთ მომსახურებას, რატომაც მგონია რომ წინააღმდეგობას და სკეპტიციზმს აწყდებით და მითხარით სწორად ვმჟელობ თუ არა და კონკრეტულად თქვენ რა არგუმენტები გაქვთ რომ გაუქარწყოთ ეს სკეპტიციზმი და იმათ რა კონტრარგუმენტები აქვთ? ძალიან ტკივნეული საკითხია, როგორც კომპანიებისთვის, ასევე ჩვენთვის რომ აი ეს საჭიროების ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ცოტა დავიწყებ, ესე ვთქვათ,
ზოგადად Six-ის ისტორიით. რატო არის დღეს ახლა ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რატო არის და სად არის აცდენა ანუ ამ აღქმებში. რეალურად იყო დრო დაიპოქა, როდესაც არ იყო მართლაც ესეთი მნიშვნელოვანი მომხმარებლის გამოცდილება. ცოტა ეს ისტორიასაც რო გადავხედოთ, როგორ განვითარდა, როგორ მოვედით ამ ტერმინამდე ზუსტად customer experience-ზე, ხო? ნუ რაღაც ჩვენმა ეკონომიკის მოდელები, რაც ქმნიდა მოკლედ დოულად, რაღაცა პერიოდულად იცვლებოდა, ხო? რაღაც ქონდა ცხოვრობდით ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, როდესაც იყო და იმანქანა დანადგარები მოკლედ განვითარდა და მასიური წარმოება დაიწყო. ნუ ეს იყო ეგრეთ წოდებული პროდუქტის ეკონომიკის ერა, ნუ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც რაც არ უნდა გეწარმოებინა, ყველაფერი იყიდებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ ბაზარზე არ იყო საკმარისი რაოდენობა იმ პროდუქტებისა, რაღაცაც მოთხოვნა მომხმარებელს ჰქონდა და სხვა შორის ეს Ford ჰქონდა ესეთი გამონათქვამი, რომ ჩვენს აკადემიურ ბექგრაუნდზე შევეხები და ოპერაციულ ეფექტიანობას, რომ ან მომხმარებელს შეუძლია ყავდეს ნებისმიერი ფერის მანქანა, თუ კი ის შავია. ან რასაწყვებოდა ახლა Ford-ი ბჭყალებში, რომ ხარშეფექტურობას, ხო, ნებისმიერს დავამზადებ, უნდა იყოს შავი, იმიტომ რომ უნდა იყოს ხარშეფექტური ეს წარმოების პროცესი. ანუ ეს იყო პროდუქტის ეკონომიკა, inward looking-ს უძახდნენ, ან როდესაც კომპანია თვითონ წყვეტდა რა ეწარმოებინა, როგორ ეწარმოებინა, რადგან მოკლედ ბაზარზე ყველაფერი იყიდებოდა. ამის შემდგომ გადავიდით უკვე სერვისის ეკონომიკის ერაში, ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც გარკვეული დოულათი დაგროვდა მათ შორის მომხმარებლებშიც და უკვე ფულს იხდის ადამიანი არ მხოლოდ მატერიალურ პროდუქტში, მანქანაში, არამედ სერვისში. და ნუ ეს საგანმანათლებლო სერვისი, ტურიზმი, საფინანსო სერვისი ეკონომიკა ახლა უკვე. და მოკლედ ეს რომელი პერიოდი ეცით, აი ეს რო არის მომხმარებელი ყოველთვის მართალია პერიოდი, ეს პერიოდი, რასაც ჩვენ ყველაფერს მაგაზეც მოგკითხო. კარგი პერიოდი იყო მომხმარებლებისთვის. მოკლედ, გავიარეთ რა ეს პროდუქტის ეკონომიკა, სერვისის ეკონომიკა და ნუ გადაჯერდა ბაზარი, ბევრი პროდუქტია, ბევრი სერვისია, დაახლოებით ერთი და იგივე პირობებით, ერთი და იგივე მახასიათებლებით და ნუ მიხვდნენ ეს კომპანიები, რომ აღარ მუშაობს და რაღაც დამატებით უნდა კიდე ამ ყველაფერს, რომ დაინტერესო მომხმარებელი. რა უნდა დამატებით, რა და არა კონკრეტული პროდუქტი და სერვისი, არამედ ან შეიძლება საიწყე. ჯამური გამოცდილება, როგორ გამოცდილებას იღებს ის როგორც კონკრეტული პროდუქტით, ასევე პროდუქტის სარგებლობის და პროდუქტის თუნდაც მიყიდვის პროცესით. ანუ რა გამოცდილებას იღებს და ნუ რა თქმა უნდა ხა არ გაგკვირდება რომ ამ ყოველფრის პიონერები იყვნენ მაგალითად Disney, ხო? რომელმაც სრულად შეცვალა ტრანსფორმაცია გააკეთა მოკლედ აი რაღაც ატრაქციონები არ ხვდებოდა მხოლოდ მომხმარებელს, მთლიანად ის სივრცე გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული, მონაწილე ხდებოდა მომხმარებელი ამ ყოველფრის და ხდება დღემდე. Experience economy, რაც ქართულად აი გამოცდილების ეკონომიკა. ხო, ეს თავბეჭდილებების ემოციებს რავი ხო აი ხანისავე წახით ხანი. კი. და ნუ Starbucks-ი იყო მათ შორის კიდე ერთ-ერთი, გახსოვთ ახლა ძალიან პოპულარულია გულების დახატვა, თუმცა ნუ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამას აკეთებდა და ახსოვს მაგ პერიოდში ხალხი რომ მგზავრობდა, აქ რაც selfies და ფოტოებსაც მოკლედ ესე საყვალოდ დამშხანებდნენ. Starbucks-ი წყიდდა დღემდე ყიდის გამოცდილებას. მოვედით აქამდე რა, ნუ ეს არის ერა, როდესაც უკვე კომპანიები აცნობიერებენ, რომ არ არის საკმარისი კონკრეტული სერვისი და პროდუქტი, მნიშვნელოვანია ჯამურად რა გამოცდილებას უქმნით. მაგრამ აცნობიერებენ კი, დავსვათ ეს კითხვა, ხო? საერთაშორისო ბაზარზე უკვე საკმაოდ, ესე ვთქვათ, must-ს რო უძახიან, ხო, აი აუცილებელი გახდა ის, რომ კომპანიას ყავდეს თავისი კონკრეტული მიმართულება, ვინც ჯამურად ამ გამოცდილებას შეხედავს, პროდუქტი როგორ იქნება, საიდან იწყება პროდუქტის შექმნა, როგორ ვაწვდით მომხმარებელს ამ ყველაფერს შეხედავს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში საქართველოს რეალობას რო შევხედოთ, ჩვენ რა გამოცდილებაც გქონია, ცოტა გაჭედილი ვართ იმ წინა ეკონომიკებს შორის, ანუ სერვისის და პროდუქტის ეკონომიკას შორის და მაინც ჯიქურად ვაწვდით იმას, რომ რასაც ვაწარმოებ, ეგ უნდა გაიყიდოს და იყიდოს მომხმარებელმა და ნუ აი თითქოს არაფერი არ მოხდა. რეალურად ალბათ პატარა ქვეყნის პრინციპიდან გამომდინარე მართლა არის ის გამოწვევა, რომ ბევრი ისეთი კომპანია, რომელიც ეს მონოპოლისტურად არის დამკვიდრებული და სხვა არჩევანი არ აქვს მომხმარებელს და გინდა არ გინდა რჩება იქ, თუმცა როგორ რჩება, ხო? ეხლა ეგეც ბევრჯერ მოგვისმენია, ხა არ დავასახელებთ ეგეთ მონოპოლისტურ კომპანიებს, მაგრამ ბევრჯერ მოგვისმენია, ხო? აი, რომ ლანძღავს, ხო? ფაქტიურად იმ კომპანიას, ყოველ შემთხვევაში არავის არ ურჩევს იმ კომპანიას, ხო? ამიტომ მოკლედ ჩვენი, ესე ვთქვათ, არგუმენტაცია ამ კომპანიებთან საუბრის დროს არის ზუსტად ეს ისტორია,
და ის რეალობა, რაც დღეს საერთაშორისო ბაზარზეა და ძალიან ბევრი კვლევა უმაგრებს ამ ყველაფერს ზურგს თუ როგორ ზრდის კარგი გამოცდილება ჯანსაღ გაყიდვებს და ეს საბოლოოდ ითარგმნება ზუსტად ამ მდგრად განვითარებაში, რაც ნათიამ ახსენა. და არის ესეთი ტერმინებიც, აი მე ნათიაც ისაუბრებს ალბათ მაგაზე, ნათიას უყვარს ხომ, ნათიას დავთ. რას გვიმცირებს ჩვენ ეს კარგი გამოცდილება საბოლოო ჯამში, რას გვიმცირებს? არა მარტო ის, რომ რა თქმა უნდა, როდესაც კარგად ისარგებლებს სერვისით, მოგეწონება პროდუქტი გიჟივით, შენს მეგობარსაც, ურჩევ ახლობელსაც და ასე შემდგომ. მაგის გარდა კიდევ გვიმცირებს ძალიან ბევრ აიმეს. მათ შორის აი ნათია გააგრძელებს რას გვიმცირებს. აი შევეხოთ ახლა კაი რაღაც ახსენდა ამ ბოლო პერიოდში რაღაც რეკლამებშიც წავაწყდი სხვათა შორის ქართულ რეალობაში ცოტა არაჯანსაღ მცდელობებს და მაგიტომ ამბობ მოკლედ ეს CX-ია ატაცებულია და ეხა მანდ რა სიფრთხილით წავა აქ სერვისების გადალაგება ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკმაოდ ესეც საინტერესო შეიძლება თქვენს გსმენიათ, გინდათ რომ თქვენი ვარსკვლავებით ასე შემდეგ შეფასებები Google Reviews-ზე აღმოჩნდა ეს მოდი მე გაგაზრდევინებ ის კი არა რომ დაგეხმარები როგორ გააჯანსაღო რომ ბუნებრივად ადამიანმა ხო მოკლედ აქ ტექნიკური манипуляციებით ბევრ რაღაცის დახატვა შეიძლება და ეგეთი დახატული შედეგებით მოკლედ ვერც ქვეყანას აზრდაობს სასარგებლო და ვერც ბიზნესი და ამისი მოწმეები ვართ მოკლედ მნიშვნელოვანია მანდ კომპანიებს დავეხმაროთ თვითონ ამ პროცესების გაჯანსაღებაში ამიტომ რა თქმა უნდა ბიზნესის ესეც გვესმის აბსოლუტურად რომ ეფექტურობაზე ვისაუბრებთ ხო რაღაცა კონკრეტულ ხელშესახებ ციფრებში, ინდექსებში უნდა ითარგმნებდეს. ზოგადად ეს ROI ტერმინი ყველამ ვიცით, მოკლედ უკუგება და სარგებლიანობა იმის, რასაც ვაკეთებთ, მოკლედ CX-ის ROI-ზე ჩვენც ბევრს ვიკვლევთ, ჩვენ საერთაშორისო მეგობარ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბევრი მიმოხილვები გვაქვს და მცდელობებიც არსებობს მისი გაზომვის, თუმცა ესე შავით თეთრში არის ზომება, ამიტომ მოკლედ CX-აბის და აგერ ჩვენ პარტნიორებთან თუნდაც TBC-სთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი რაც არის რომ პირიქით დავანახოთ. ანუ უკუღმა დავანახოთ და ამიტომ სულ ამბობთ ხოლმე რომ CX-აბი მუდმივად ცდილობს არა პირდაპირ მზა დადებული ფორმულებით, ინდექსებით ასე შემდეგ მუშაობას, არამედ იმის რაღაცნაირ ტრანსფორმაციას, მეტად გასაგები და მართლა ხელშესახები რო იყოს როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. რას გვიგვისხვალ ამაში? ანუ მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვას, მასში ინვესტირებას, მასში დროის, რესურსის, კადრების, კვლევების, ასე შემდეგ ინვესტირებას, რომ რაიმე ღირებულება ქონდეს, უბრალოდ ეს არის ხოლმე მენეჯმენტთან სასაუბრო და მმართველობთან სასაუბრო, როცა ამის სარწმუნოებაზე ვსაუბრობ, უნდა შევხედოთ ერთი რამდენს მოგვიტანს და მეორე რას არ დაგვაკარგინებს, იმიტომ რომ იმ დაკარგვის რისკის წინაშე ვართ ყოველთვის ჩვენი ერთი არასწორი კომუნიკაციით, არასწორი გათვლილი პროცესით. 12 კარგი. ხო, ერთ ცუდ გამოცდილებას საერთაშორისო კვლევების საფუძველზე 12-დან ეს 12 შეიძლება არა მარტო ესეთი ციფრი იყოს, ძალიან ბევრი ძალისხმევა ჭირდება, რომ ისევ მისი გული მოიგო და უკან დაიბრუნო, ხო? ეს ერთგული და ლოიალური კლიენტი, როგორც დიდი ხნის მანძილზე ეს ტერმინი სუარსებობდა და აი სანამ CX-ის ასეთ მანტიაში არ მოვყავით თავი, უფრო მეტად გასაგები ხდება ეხა რა. რომ დაკარგული კლიენტის მოკლედ მოbrunება ბევრად რთულია და არა მარტო რთული, ანუ თუ ფასის და ეფექტურების კონტექსტში შევხედავთ, operational costs რო ეძახიან, ანუ ოპერაციული ხარჯი შენი ბიზნესის წარმოების გიძვირდება. გიძვირდება იმიტომ, რომ უკმაყოფილო კლიენტი აგენერებს პრეტენზიას, ან გიკარგავს კიდე დანარჩენ ათეულობით, ასეულობით მეგობარს ან თავის წრეს, რომელიც პოტენციურად შენთან უნდა მოსულიყო. გართმევს დროს და რესურს ამ კონკრეტული მწვავე საკითხის მოგვარებაზე. თუ საერთოდ იმდენად გახსნილი ახლა სოციალური ქსელები და საჯაროდ დაგაზიანა, რეპუტაციული ზიანის რისკი გიდგას ასევე. თუნდაც უბრალოდ მეგობრულად გირჩიოს, მაგრამ თავისი ასე ვთქვათ რაღაცის ამოღების პროცესში შეიყოლოთ, ანუ ამ საჩივრის თუ პრეტენზიის განხილვის უზარმაზარი რესურსი გვჭირდება, როგორც კომპენსაციისთვის, ასევე ადამიანი, რომელიც ამას ემუშავება. მაშინ, როცა შეგიძლია ამ ადამიანის რესურსი სხვა უფრო სასარგებლო საქმეს და ერთ-ერთ კომპანიასთან მუშაობის დროს თავიდან ფიქრობდით, რომ რაღაც ესეთ შერწყმის პროცესი მიდიოდა და ამ გაყიდულ კომპანიას ძალიან ცოტა რაოდენობის პრეტენზიის მართვის გუნდი ყავდა და მეორეს ყავდა ძალიან დიდი გუნდი და თავის დროს ხალხი უყურებდა. რაღაცა ესეთი მსჯელობაც იყო, რომ რა მაგარი ამხელა თიმია და ესე იგი საქმეს უფრო მოერევა. და სხვა
სხვანაირად თუ შეხედავთ პრეტენზიების მართვის ძალიან დიდი გუნდი ნიშნავს რომ ძალიან ბევრ ტკივილს აგენერირებ მომხმარებლისას და იმის გამოცდილების და შთაბეჭდილების ეკონომიკაზე კი არ ზრუნავ ფიქრობ როგორ აი ნანას უყვარს ხოლმე ვაკამოლეს და ამოხდა ჩაარტყა და მოაგვარო აი ეს თახვები თამაში რო არის და როგორ წერტილოვნად მოკლა სინამდვილეში customer experience-ზე ზრუნვა და ზუსტად სტრატეგიული ზრუნვა ნიშნავს არა მხოლოდ იმას რომ წერტილოვნად რაღაც გაიდი დაუწერო არა მხოლოდ იმას რომ რაღაც ერთჯერადი ტრენინგი ჩაუტარა ადამიანს არამედ ფაქტიურად უნდა დაშალო ორგანიზაციული კულტურაც პროცესების და თავიდან ააწყო ოღონდ ააწყო რაღაცნაირად ხო ძალიან გაცდა ეს ფრასაც ადამიანზე მორგებულად მაგრამ მართლა ანუ რა საჭიროა ის გზა რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს ძალიან ერგება ხოლმე ამას რა საჭიროა კვლევა რომელიც უბრალოდ რა ვიცი მენეჯმენტ ბორდთან გაშუქდება და მე რაღაცებს მოვინიშნოთ მაგრამ ბოლომდე ვერ გავიყვანთ რა საჭიროა თუნდაც რაღაცა ტრენინგი თანამშრომლების ამბავიც ახსენე ხა ცოტა ბევრ რამეებში გავედი ალბათ ამ მსჯელობის დროს მაგრამ დისკუსიას მოაქვს ხოლმე ეს ხო რა საჭიროა ტრენინგი როდესაც თანამშრომელს ეუბნები რომ გაიღიმე სახელით სამჯერ მიმართეს ცოტა ესეთი იუმორისტული გადახვევა ძველი კლასიკური სერვის პლუს ტრენინგების როცა იცი რომ თანამშრომელს თავისი ემოციური ბალანსი თავისი პირადი კეთილდღეობა ბედნიერება და თვითონვე კარგ გამოცდილებას ვერ იღებს შენთან და შენ ამ დროს აიძულებ რომ რაღაცნაირად სხვა შესთავაზოს უკეთესი გამოცდილება ხო ამიტომ აი ჩვენ ხშირად უწოდებთ ხოლმე ჩვენს ერთ-ერთ მიმართულებას CX ტრანსფორმაცია ანუ ფაქტიურად ყველა ის ტექნიკა ტექნოლოგია პროცესი თუ მათ შორის მუშაობის პრინციპიც კი უნდა იყოს აწყობილი და კონკრეტული სამოქმედო არეალებით როგორ შეიძლება მთლიანად ორგანიზაცია გადააწყო რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ბიზნეს ჯერ კიდევ მაინც აი იმის გადაცნობიერების ნაწილში აქვს ხოლმე გარკვეული და მოდი აი მარტივად დავიწყოთ აი კონკრეტული ერთი მიმართულებით რიგ შემთხვევებში მიყვებით ხოლმე თუმცა რა თქმა უნდა აი ამ ყველაფრის გაცნობიერებით და მცდელობით ისევ რომ შეიძლება წერტილოვანმა კონკრეტულმა პროექტმა არ იმუშაოს ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანია ზოგადად CX-ში მომუშავე რეალისტის რომ ესეთი წერტილოვანი მიყიდვები ბიზნეს პირიქით უფრო საზიანო დადგება და მეორე ერთი აი რადგან ციფრებზე ვთქვით ცოტა გამიგრძალდა აი არასწორი გაყიდვების ინდექსები არ ვიცი ითვლის ვინმე ითვლიან რამდენი გაყიდეს რა მოგება მოიტანეს ბაზრებში როგორ გაიზარდა მაგრამ ის გაყიდვები რამდენად ჯანსაღია ეს მეთოდოლოგიურად და მეტრიკულად ძალიან ბევრ საინტერესო არეალში შეიძლება გაიშალოს და ზუსტად მანდ ვასაპორტებთ ხოლმე ბიზნეს როგორ შეიძლება ნახონ ის რამდენად ესე ვიზუალურად და ციფრებში დახატული სწორი მონაცემი არ იყოს. და მესამე ყველაზე მთავარი, რომ თუ ჩვენ და თუ ბიზნესი ამას გაიაზრებს, რომ კმაყოფილი მომხმარებელი არის მისი უფასო გაყიდვების აგენტი, sales persona, აი მაშინ ალბათ მოკლედ კიდე ერთი mindset-ის ტრანსფორმაცია და მე თავისი მთელი ბიზნესის კონცეფციის გადალაგების წინაშე დადგებიან და რატო? ანუ კმაყოფილი მომხმარებელს ისე მოყავს დამატებითი ბენეფიტი და დამატებითი დოვლათი კომპანიისთვის, რომ არც ხელფასს უხდი. არც ბონუსს უხდი, არც team building-ს უგენერირებ, არც მის მოტივაციის სისტემაზე ზრუნავ, არც რა ვიცი დეკრეტი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სრულყოფილი, ძალიან კარგი გაყიდვების კადრის, ასე ვთქვათ, შენახვა, აი ხარჯები ახსენენ. რაც გიჭდება, ამას ფაქტიურად მადლიერი ადამიანი უკან გიბრუნებს სრულიად უსასყიდლად. და აი ხანდახან ამ საუბრებში რა შევახომე ცოტა იქ რელიგიური, იქ ადამიანური, იქ საკუთარ ღირებულებებზე დაფუძნებ და მე ხშირად გვეკითხავს ხოლმე მედანას ერთმანეთს, აი კი, მაგრამ რაზე მუშაობ, რომ ადამიანს ადამიანობაზე დააფიქრო? კი, შეიძლება, მაგრამ ამაში უნდა დაეხმარო, იმიტომ რომ ცოტა რთულია, აუცილებლად უნდა დაეხმარო სწორი საზომებით, სწორი დიაგნოსტიკით და მერე რა თქმა უნდა სწორი სამოქმედო გეგმით, სადაც ბოლომდე გაყვები, რომ ეს გამახორციელონ ხოლმე, როდესაც ამ არგუმენტებით. კი, ძალიან გვახარებს, რომ არის უკვე კომპანიები, რომლებიც აი შეიძლება მოვიდნენ მართლა ტრენინგით, მაგრამ აბსოლუტურად ხალხმე აღნიშნა. გადაიზარდა ფოთაშორის ინდუსტრიულადაც გაგვიკვირდება და ცოტა ისეთი შედარებით ამ სფეროს, აი ხა, ყველა ვიცით, რომ ჰოსპიტალიტი სექტორი და ეს რა სტუმართმასმინძლობის ინდუსტრია მართლა თამასა არის ხოლმე ზოგადად, მაგრამ მათ მიღმა და ნუ საბანკო სექტორი რომელსაც შედარებით ამის საშუალება ნანამ რაც ახსენა პირველი ალბათ და ჩვენ გვახარებს რომ მათ მოგვიწია მუშაობა ყველა იმ მსხვილ საინტერესო ფინანსურ ინსტიტუტში, სადაც წლების წინ ჯერ კიდევ რომ საერთოდ არ არსებობდა customer experience-ის დეპარტამენტი იქმნებოდა ან შექმნილი იყო და მოკლედ ჩვენ ამ მიმართულებით მათი ნაწილი ვიყავით. ხო, აი მაგალითად რა ვიცი, სამშენებლო ინდუსტრია, რომელიც ძალიან
რთულია და სპეციფიური, იმიტომ რომ ყიდი რაღაცას, რომელიც არ არის ხელშესახები. საერთოდ ვერ ხედავ რაღაცა 2 წელში 3 წელში და ხშირად გადაცდენა ხდება ხოლმე ამბატები სამწუხარო ჩვენ ქვეყანაში. რაღაცა ოცნების ცხოვრების და რაღაცა ბუდეს თავაზობ ადამიანს და ამ დროს რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა მიყვება თან. თუმცა სამშენებლო ბიზნესმაც დაიწყო თუნდაც ამ წინარე, ანუ გაყიდვის შემდგომი ეპიზოდია და მანდ ხშირად აი მე ნანა განავრცობს მაგ ნაწილებს ხშირად მანდაც ბევრი გამოწვევებია ხოლმე უფრო გაყიდვებზე კონცენტრირებული. გაყიდვის შემდგომ და ის დიაპაზონი, სანამ ეს კონკრეტულ პროდუქტს მიიღებ, საკმაოდ ისეთი რთული დიაპაზონია. ამიტომ მაგ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვახარებთ, რომ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო კომპანიას ამ მიმართულებით ვდგავართ გვერდით და არის ასევე საგანმანათლებლო სექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანდ მოსწავლეც სტუდენტიც, როგორც შენი მომხმარებელი და რა თქმა უნდა, economic buyer ესეთი ტერმინიც არსებობს, ეკონომიკური მყიდველი, ხო? ანუ არ არის საბოლოო მომხმარებელი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ყიდვის შესახებ შენი სერვისის, ანუ მშობელს გულისხმობ, აი საბჭოთა გადმონაშთიდან ხშირია ხოლმე ასეთი პედაგოგი, დირექცია და პროცესები, რომელიც აბსოლუტურად არ არის ხოლმე მორგებული ამ საბოლოო user-ზე ან ეკონომიკურ მყიდველზე. ამიტომ მაგ ნაწილშიც გვქონდა საკმაოდ ძალიან კარგი გამოცდილება ერთ-ერთ საინტერესო სკოლასთან და გვახარებს და გვიამაყება ის, რომ ამ დიაგნოსტირების და სტრატეგიის დანერგვის შედეგად მე ერთ-ერთი ესეთი კოგნია საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე ამერიკული ტიპის, ასე ვთქვათ, დიპლომირების საშუალებას აძლევს, მოკლედ მათთან პარტნიორებაში აი ამ ტიპის სამუშაო რაც უკვე CX-თან ერთად შესრულდა, ნამდვილად დაეხმარათ, რომ დაიმტკიცებინათ, რომ მათთვის ღირს ესეთი საერთაშორისო ლიცენზიის და დიპლომირების გაცემაზე პარტნიორობა. ამიტომ მოკლედ არის, ხო, არ ვიცი რამე თუ გამოვჩა კიდე ჩვენ დიალოგში გაგვახსენდება ბევრი საინტერესო, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციები გაგვიკეთებია უკვე ამ ბოლო წლების მანძილზე. აქედან გამომდინარე, ესეთი კითხვაც გამიჩნდა. ერთი არის, რომ თქვენ გაგვთ სერვისი, რომელსაც თავაზობთ აუდიტორიას და არის რაღაც გარკვეული სამიზნე აუდიტორია, რომელმაც გააცნობია, რომ უნდა პირობდეთ თქვენთან, მაგრამ თქვენი მხრიდან ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? ანუ თქვენ მცირე ბიზნესებს ეთანამშრომლებით თუ საშუალო და მაღალი დონის ბიზნესებზეა საუბარი? თუნდაც ფინანსური ხარჯებიდან გამომდინარე. კი, მართლა კაი კითხვაა და იდეაში მაქედან დავიწყეთ რა ზუსტად, რომ აი ეს ფუფუნება რაც ახსენე შენ თითქოს ეს დარგი ფუფუნება აი დაგვენგრია ეგ მითი. იმიტომ რომ რეალურად არსებობს ისეთი ტექნიკებიც, ინსტრუმენტებიც, მეთოდებიც, მიდგომებიც, რომელიც შეიძლება მორგებადი იყოს ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, ხო? იმ კორპორატიულს რატო უძვირდება ხარჯი, მოდი პირდაპირ ვისაუბროთ, ხო? რატო არის ფუფუნება? იმიტომ რომ კორპორატიულს სხვა დონის სისტემები ჭირდება, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, სხვა დოზის ჩართულობა ჭირდება. შესაბამისად, პროპორციულად არის ეს ხარჯებიც, ხო, პირდაპირ ვისაუბროთ, პროპორციულად არის მე ზომის მიხედვითაც კომპანიის, ხო, სტრუქტურის, რაოდენობის, მასშტაბის, პროდუქტების ასე შემდგომ მაგის მიხედვით. ამიტომ ზუსტად ეგ იყო პრინციპში ჩვენი იდეა, რომ თავიდან მქონდა უფრო მეტად ესეთი ტექნოლოგიურ პლატფორმაზე ვიყავით ორიენტირებული. ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, დამკვეთებს, არაერთი საერთაშორისო პლატფორმა გვიძებია, რომელიც აი ამ ციკლის მართვაში ჯაჭვის ანიშე როგორც ახსენე მართვაში უწყობს ხელს კომპანიებს, თუმცა არის აი საერთაშორისო კომპანიები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კოლოსალური ბიუჯეტია, ზუსტად ნაკლებად მორგებადი SME სექტორზე ან მცირე ბიზნესზე, ენობრივი ბარიერია, მუდმივი ესე ვთქვათ, ჭიდილია იმ მოქნილობის ნაწილში, რომ აბა ეს დამეტე ნებისმიერ წერტილზე მოკლედ ძალიან მაქსიმალურად არიან, ხო, ორიენტირებული, რომ ყველაფერზე მოკლედ ეს თანხა მოიპოვონ კომპანიისგან. ამიტომ ჩვენ მოკლედ გვინდოდა რომ გმითი დაგვემსხვრია და პირიქით ჩვენივე ძალებით შევქმნით ესეთ მიკრო პატარა პლატფორმა, რომელიც აი ამ ფუნქციონალს ასრულებს, რაც იმ საერთაშორისო კომპანიებს აქვს ზუსტად შევქმნით აი პატარა და მცირე ბიზნესებისთვის, რომელსაც არ აქვს დიდი თანხის ან ინვესტირების შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი სერვისებიც გადანაწილებული არის და პაკეტებიც მდგება იმის მიხედვით, თუ რომელ კომპანიას რისი რესურსი აქვს და ნუ ხშირად რა თქმა უნდა ხა მცირე და განსაკუთრებით ეს ქალი მეწარმეების შემთხვევაში, რომელიც გაძლიერებაში ძალიან ვცდილობთ ხოლმე რომ ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, სადაც გვაქვს მაგის შესაძლებლობა, ჩვენც მაქსიმალურად ფილანთროპულ კონტექსტში მოკლედ ხშირად დავხმარებებთ და უწევთ ხარდაჭერას, რა თქმა უნდა, კომპანიებს. ჩვენი მიზანი
მაგალითად დავიწყეთ იყო რომ ზოგადად ქვეყანაში აღქმა ამ თემის მნიშვნელობის გაზრდილი იყო, რაც პრინციპში სამიტების დახმარებით მივახციეთ და ამიტომ ეხაც უშუალოდ სადაც შეგვიძლია ვაზიარებთ მოკლედ ამ ცოდნას გამოცდილებას და უწყობთ ხელს მცნობიერების ამაღლების ნაწილს. ასე რომ არ არის ფუფუნება რა, მაგის თქმა მინდა რომ ნებისმიერ ზომის ბიზნესს შეუძლია გადადგას ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას ზედმეტი და რაღაცა კოლოსალური ბიუჯეტების გარეშე. ხო, სხვათა შორის ამ ინდუსტრიაში ასევე პირველად ცოტა ისეთ ამამად ვიტყვით, გავაჟღერეთ CX outsource-ის ცნებაც, იმიტომ რომ ხშირად აი ზუსტად ამ ფუფუნებასთან არის კავშირში, რომ შეიძლება სრული კადრის საშუალება, არა მარტო კადრი, ბევრ კომპანიას განყოფილება აქვს სრული, რამდენიმე ათეულობით კადრით და მსხვილ კომპანიებში, ქართულ კომპანიებშიც უკვე გვხვდება მსგავსი მაგალითები და კიდე ბევრია სამუშაო გასაუმჯობესებლად. ამიტომ ეს არის ფაქტიურად მთელი ორგანიზაციის ზედხედიდან კლიენტის თვალით დანახვების ფუნქცია. შესაბამისად, მიუკერძოებელი, ადამიანის ხმის გამტარებელი და ხშირად შეიძლება ბლოკერიც იყოს რაღაცა ინიციატივის, რომელიც შეიძლება კომერციულად მომგებიანია, მაგრამ მოკლედ ამ გამოცდილებას ჯამში ხელს უშლის ამ პირიქით წამახალისებელი და რაღაცა მსხვილი კომერციული პროექტების ცოტა გვერდზე გამწევი და დამაპრიორიტეტებელი ამ საინტერესო ინიციატივებს. ამიტომ მოკლედ რიგ შემთხვევაში ის თქმა მინდა შეიძლება განყოფილებაც არ იყოს ხოლმე, თლაც საკმარისი, მით უმეტეს მცირე საშუალო ბიზნესს შეიძლება ერთი სრული კადრის ფუფუნებაც არ ქონდეთ და როგორც წესი აი სხვადასხვა წერტილში შეიძლება წელიწადში ერთხელ გაიმეტონ რაღაცა კვლევა გააკეთონ, რომელიც ისევ თუ ქმედითი არ არის, მაშინ აზრი არ აქვს და დამტე. ამიტომ ეს აუთსორსის ფორმატით ჩვენ გუნდში ვიზრდებით, ვითარდებით და კიდევ ძალიან ბევრი ჩანაფიქრი გვაქვს კომპეტენციის ცენტრის და ჰაბად ქცევის ნაწილში, პრინციპში რაც იყო ჩანაფიქრი. CX-აბი იქნება კომპეტენციის ცენტრი, რომელთანაც შეგიძლია აუთსორსის ნაწილით მიიღო ყველა ამ სერვისების პატარ-პატარა კომბინაციები კომპანიის ომიდან გამომდინარე, ისე რომ მუდმივი კადრი საერთოდ არ ყავდეს, იმიტომ რომ კადრის პოვნა ერთია და ესეთი მზა ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერ კიდევ ამ სფეროს და ამ პროფესიის ისეთი განვითარება ყოველ შემთხვევაში ქართულ ეკოსისტემაში არ არსებობს ის დონე, რომ სრული კადრი უკვე მზა იყო. თუმცა მაგაზე ზრუნვაზეც ხო ჩვენ თვითონვე ვაცხობთ ასე ვთქვათ ესეთ კადრებს ბჭყალებში და თან სულ რაღაცებს უნდა ეძიებდე. აი მაგიტომ ვამბობ, ჩვენ არ ვართ ერთი კონკრეტული თუნდაც უცხოური საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი. არა, ჩვენს პორტფელში და სამეგობრო პორტფელში ძალიან ბევრი, აი მსოფლიოს 30 გურუს შორის ვინც არის ეგეთი ტიპები მოიაზრება. რაღაცა ბრიტანეთის, აი მე ვარ ზევახსენეთ და ნელ-ნელა გადავალთ ამ თემაზე, მათი დამფუძნებელი და ასე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების მეთოდოლოგიების კომბინაცია. ამიტომ CX-აბში მუდმივად პულსზე გიჭირავს ხელი. შესაბამისად, აქედან აუთსორსის ნაწილში ერთი რო ხარჯულად ვცდილობთ რომ ბიუჯეტური იყოს და მეორე რომ იმ შენი CX-ის და ანუ კომპანიაში არსებული CX კადრის განვითარებაზე მუდმივად უნდა ზრუნავდე და ეგ პრობლემაც ამ ნაწილში მოხსნილი გაქვთ. შესაბამისად ვცდილობთ რომ ეს მეტნაკლებად იყოს კომფორტული. ანუ ძალიან კომფორტულიც არის, ანუ ფინანსურადაც უფრო ალბათ ხელსაყრელიც არის და პლუს ამას ყველაფერთან ერთად ჩემი წარმოდგენით ძალიან საჭირო სერვისი რა თქმა უნდა არის და ყველაზე მთავარი რაც ჩემი აზრით აქ ინსაიტია რომ გარეთვალიდან უყურებთ ამ ყველაფერს, ანუ იმიტომ რომ იქ რო არის კადრი, იმას უკვე პროფესიული მეიოპი, ანუ ემართება და ბლაინდ ზონაში ხვდება და თქვენ გარედან უყურებთ ამას და უფრო ეს რესურსული შეზღუდვა ყველაფერს მიდა ბლაინდნეს ესე ვთქვათ. რომ ვისაუბროთ, ჩვენ გავაკეთეთ კვლევას ხოთ შორის სახელად ეს ბენჩმარკულ კვლევებს ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ხა საერთაშორისო ბაზარზე რომ მოვიძიოთ, ნახავთ იქ რომ მაგალითად ფინანსური სექტორის ბენჩმარკი რა არის აი მომხმარებლის გამოცდილების ახალყელების კუთხით, სადგან საქართველოში არ არის ესეთი მონაცემები და მაგ მერთულებითაც ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ხა ინდუსტრიების ჭრილში წინა კვარტალში საფინანსო სექტორში კონკრეტულად სადაზღვევო სექტორის მაგალითზე გავაკეთეთ ესეთი კვლევა და ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ აღმოჩენა იყო რაღაცა ორმხრივი იყო ეს კვლევა, ანუ კომპანიას ვეკითხებოდით რაღაც კონკრეტულ კითხვებს და მომხმარებლებს, ანუ ამავე სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლებს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ესეთი შედეგი, რომ რამდენად არის კითხვა იყო ესეთი, რომ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიისთვის და ანუ აქეთ მომხმარებელს ვეკითხებოდით, რომ იმ კომპანიისთვის რამდენად არის სადაც შენი თავსადის და ესეთი ციფრები დაგვიჭდა, რომ კომპანიების 70% თვლის
კომპანიების რესპონდენტების 70% თვლის, რომ მათთვის ეს პრიორიტეტია და მომხმარებლების მხოლოდ 5% ეთანხმება ამას. ანუ საკამაოდ დიდი ხიდშატეხილობა არის ამ აღქმებში. ეს არის ზუსტად აი მაქედან გამომდინარე რა, შიგნით როცა ხართ კომპანიაში, როცა ხარ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, ხო, ყველას გვერდდება ეს რაღაცა თავდაცვითი იქნება თუ რაღაცა, ყველა რა თქმა უნდა, საქმის აკეთებს კადრიც ეგეთი გამოდის, ანუ დაგოიფიქრა და გაგვიყარა ეს ჩვენი პირველად დავაკავშირე. ხო, მაგასთან პირველად დავაკავშირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაინდინგი იყოს, ვთქვათ, ჩვენთვის აი კვლევის რა, რომ 5 და 70, საკმაოდ დიდი სხვაობა, 65%-იანი გეფი გვაქვს. ანუ ჩვენ რაღაცნაირად გამოვდივართ ხოლმე ცუდი, კარგი პოლიციელის რანგში, როცა ეხმარები ბიზნესს, რომ აი საკუთარ მოყვარეს რომ დაანახო, არა ის, რომ ლამაზად დახატული შედეგი, რომელსაც აი ძალიან ბევრი ცდილობს და მართლა რაღაცა ქვეშ სერვისები გაჩნდა ჩვენ თვალსა და ხელში, რომ გეხმარებიან, რომ ლამაზად გამოაჩინო გარეთ. არა, პირიქით თვით კრიტიკაზე და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა და მანდაც მნიშვნელოვანი და მაგ გითხეირობს ზუსტად აი დასაწყისში რაც ვკითხე რა, რომ მომხმარებლისთვის რა კეთდება. მომხმარებლისთვის კეთდება ის, რომ ამაზე ორიენტირებული მიდგომებით გამართული ბიზნესი საბოლოო ჯამში ჯანსაღი კონკურენციით ყველაზე დიდ სარგებელს აძლევს მომხმარებელს და ხშირად აი ბიზნესის წარმომადგენლებაც ჩვენ თვითონაც ხომ მომხმარებლები ვართ, ეგრე რომ შევხედოთ, მოკლედ ყველას გვაწყობს. უბრალოდ ამის გაცნობიერება არის საჭირო. ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ და მე მგონი მაგამდეც იდეალურ რამდენ ცოტა ბევრი გვიკლია, მაგრამ შევეცდებით რომ მივიდეთ მაგ ნაწილში. ასე რომ მოკლედ ნაირად არ გამ. იმედია რომ ჩვენც მივალთ იმ experience economy-მდე ყველანი, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვიცით რომ როგორი დაციაობა არის მომხმარებელზე, ძალიან განებივრებულები არიან უკაცრავად მომხმარებლები და შეიძლება რაღაც ნივთი რო შეიძინო, ძალიან პრიმიტიულ მაგალითზე რო დავიდეთ, 2 თვის მერე დაიბრუნოს და ჩვენთან 3 დღეში თუ არ მიიტანა, არ გადაგეცვლიან და ეს ძალიან ისეთი ბევრი მომენტი არის რა და შესაბამისად საქართველოს ბაზარიც იმედია დაეწევა ნელ-ნელა ტრენდებს. აი თქვენ შეეხეთ ნანა იმას რომ ადრე ყველა იმეორებდა თუ თიყუშვით იმ ფრაზას რომ აი კლიენტი ყოველთვის მართალია და ანუ კი გადავედით ამ იმიდან მტკიცებულებიდან იმაზე მე რამდენადაც ვიცი თანამედროვე მაგის მტკიცებულება ის არის რომ we are ladies and gentlemen and we serve ladies and gentlemen ხო? ანუ მოიქეცი შენს როგორც მომხმარებელიც ადამიანურად კარგად და მიიღებ შესაბამის სერვისს. მაგრამ აი მე მაქვს ესეთი პერსონალური კითხვა საქართველოში იქიდან გამომდინარე ცოტა ტემპერამენტულად ცოტა სხვანაირი ხალხი ვარ და ხანდახან მუშტებზე გვიჭირავს ხოლმე ხელი აი თუნდაც სასოწარკვეთილების ჯგუფში არაერთხელ შევხვედრივართ ისეთ კომუნიკაციას რომ აი ჩვეულებრივად ხელშეერთული ბრძოლა მიდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის რა ცოტა სამარცხვინო დონეებზე გადის ხოლმე და ჩემი კითხვა არის შემდგომი რომ თუნდაც როდესაც ყავს ტოქსიკური მომხმარებელი როგორ უნდა დაიჭიროს კომპანიამ ბალანსი ისე რომ არ დაჩაგროს არც თავისი თანამშრომელი და არც კომპანია იყოს ზარალში მაშინ როდესაც არ არის დამნაშავე და მომხმარებელსაც ანუ კარგი სერვისი გაუწიოს. სუპერ კითხვა მართლა და აი თვითონ ამ საერთაშორისო კონტექსტიდან რო ვისაუბროთ ეს სერვის ეკონომიიდან გამოცდილების ეკონომიკამდე რო გადავედით, აი ამ ფრაზას რა დაიმართა, ხო? მომხმარებელი ყოველთვის მართალია ფრაზას რა დაიმართა. ეს გაქარწყლდა ცალსახად, ანუ ცალსახად ყველამ ვიცით რომ არასდროს არ ვართ სწორედ არის შემთხვევები, როდესაც არ არის მომხმარებელი მართალი ესე ასე ვთქვათ, სამართლებრივად, ან ლეგალურად, ან ზოგადად ფაქტობრივად არ არის მართალი, ამას ვაცნობიერებთ, თუმცა ეს ახალი მიდგომა ჩვენს გვეუბნება, რომ ოკეი, გააცნობიერე რომ არ არის მართალი, თუმცა იმ თავის არასიმართლეშიც კი ის ადამიანი ხო ისე გრძნობს თავს, როგორც გრძნობს თავს. აი ხშირად ვადარებთ ხოლმე ბავშვო ტანტრუმი აქვს, ხო? აი ადრე ხო იყო ადრესალი მიდგომა, რომ აი ნუ ეს რა რეაქცია ქონდა, ხო? აი გაჩუმდი, ხა შენ ხა ჩემით манипуლირებ, ასე შემდგომ, ხო? ოკეი, მოდი გავყვეთ მაგზას. კი ბატონო, შეიძლება ბავშვი მართლა манипуლირებდეს შენით, თუმცა ის იმ წუთას ხო გრძნობს იმას, რასაც გრძნობს და კარგად ვერ გრძნობს თავს, ხო? ცუდად გრძნობს თავს. ამიტომ ამ გამოცდილების ეკონომიკის ერაში უკვე ჩვენ გადავდივართ, შემოდის აქ უკვე ემპათიურობის კონტექსტი. რომ მიუხედავად იმისა, ის ადამიანი ფაქტობრივ დონეზე მართალია თუ არ არის მართალი, ის ისე გრძნობს თავს იმ წუთას, როგორც გრძნობს თავს და ჩვენი მოვალეობა არის ის კი არა, რომ თავი დაუხაროთ, ო, დიდო მომხმარებელმა მართალი ხარო, ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ შევიდეთ მის მდგომარეობაში და მისი აღქმიდან გამომდინარე, რაშიც შეგვიძლია დახმარება, იმაში გაუწიოთ დახმარება. ხშირად აი ეს ტოქსიკურობის ნაწილიც, აი ხა ტოქსიკური მომხმარებელი ვახსენე, ჩვენი
ჩვენ რა რეაქციას ვაძლევთ მომხმარებლის იმ კონკრეტულ პრეტენზიას იქიდან გამომდინარეობს ხო? აი ხა მაგალითისთვის აი დღეს რო გამოდიოდი სახლიდან ვიღაცას ეყენა მანქანა და რო ჩამოვიდა უნდა გადაიყენებინა ეს მანქანა აი უცებ დავიჭირე ჩემი თავი რომ თან მაგვიანდებოდა ეხა პოდკასტზე მოსვლა და დავიჭირე ჩემი თავი რომ ეხა რაღაცას ვეტყვი იმას ძალიან გავრადებული ვარ რა მე ნანა ეხა ხო გამოცდილების ეკონომიკის ეხა ნახე შენ ხო ხარ მომხმარებელი ხა ამას რომ რაღაცა უთხრა ის ხო დაგიბრუნებს რაღაცას მე შენ ხო უნდა დაუბრუნო რაღაცას და საბოლოო ჯამში რა გამოდის მე ვარ წაგებული იმიტომ რომ ვერ გამოვედი მალე ხო ანუ ამ ჭიდილში ანუ შენი რეაქციის უკურეაქცია იწოს შემდგომ აი ამ ესე ვთქვათ ესკალირებას ამ საკითხის რა ხშირად ნუ და ჩვენთან ეს ტემპერამენტი სწორედ ახსენე ხშირად ვიღებთ ხოლმე მას ძალიან პერსონალურად ანუ აი თანამშრომელიც იღებს ძალიან პერსონალურად ჩვენ თუ ამ პერსონალურობას ოდნავ გვერდზე გადავდებთ და დავკონცენტრირდებით იმაზე რომ ვინ მტყვანი და მართალია ის კი არ ვარჩიოთ ოკეი, იმ ადამიანს რო პრობლემა აქვს, არ ვიცი, ბანკომატმა ჩაუყელაპა ბარათი და მისი ბრალია და ანუ ეს აბრალებს რომ არა თქვენი ბანკომატის ბრალია პირობით, რა ვიცი, დატოვა 5 წუთი და ჩაუ. ანუ იმაზე გარჩევაზე დროის დახარჯვას ჯობია დავკონცენტრირდეთ, რომ დროზე როდის როგორ მოუტანოთ ამ ადამიანს ეს ბარათი. ხო, ეს ერთი, ესე ვთქვათ, მიმართულებაა, როდესაც ჩვენი რეაქციებით, ანუ კომპანიის მხარის რეაქციებით უფრო მეტად ესკალირებას უკეთებთ, აი დამნაშავების ძიებით, ან კონფრონტაციაში შესვლით ამ სიტუაციას. ეს ერთი მიმართულებაა, რაზეც ჩვენ როგორ მუშაობთ და ჩვენ რა მიდგომები გვაქვს, ეს ზუსტად სერვის პლუსის ახლებური, სერვის პლუსის ტერმინი აღარ არის მოკლედ, გეთი, ტრენდული, უკვე ემოციური დიზაინის სერვისი, ანუ როგორ უნდა ეურთიერთობა მომხმარებელს აი ამ ემოციების გათვალისწინებით და შენი ემპათიური მიდგომებით. ანუ აი ასეთი ტიპის ტრენინგებით ვეხმარებით ხოლმე. თუმცა მეორე ნაწილი არის ასევე მართლა როდესაც ყველანაირი ობიექტური საზომით ზღვარს გადადის მომხმარებელი, არა წუწუნით, დადანაშაულებით და რაღაცა ტირილით ან ყვირილით თავის თავზე, არამედ ეს უკვე მომართულია ფიზიკურად, პერსონალურად ადამიანზე, ვინც ემსახურება, ხო? შეურაცხყოფას აყენებს პირადს თუ სიტყვებს თუ ფიზიკურს თუ ხო საერთოდ ასე შემდგომ. ანუ ამ დროს ძალიან ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა არის ყველგან, რომ შეწყვიტო ამ ადამიანთან მომსახურება, არავის არ უნდა დაავალდებულო არც ერთ თანამშრომელს შენ, რომ მომსახუროს ადამიანს, რომელიც მას პირადად პიროვნულად შეურაცხყოფას აყენებს. ჩვეულებრივი მომენტი არის სერვისში. და ანუ ნამდვილად აქ უნდა ზღვარი წყალგამყოფი აქტიურად გავლოს კომპანიამ, რომ ამან არ გამოიწვიოს თანამშრომლის დემოტივაცია. თანამშრომელს უნდა ქონდეს მისი უფლება. მან კარგი ტექნოლოგიები წამოგვეწია სხვა გადავამო. სადღე გრძელავს. ხო ჩვენი სიქსაბის ძალიან დიდი ხნის მეგობარ გულშემატკივარ პარტნიორ მათ შორის სამიტების პარკლებში კომპანია NGT-სთან ერთად ერთი საინტერესო გამოცდილება გვაქვს სხვათა შორის და ადამიანიც რა არის ხო? როდესაც რაღაცნაირ კულისებს მიღმა არის უფრო თამამი აი სოციალურ ქსელში რატო აქტიურობენ ხო? იმიტომ რაღაც ჯავშანი აქვს უკან ფარი და ნუ აბა პირისპირ დააყენა ეგრე არის საუბრის აშკარა. თანამშრომელსაც მომხმარებელსაც ნუ ყველა ადამიანები ვართ მსგავსი თემა გვაქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რაღაცნაირად აი ეს ეპიზოდი იყოს ხილული და ეხა ბევრ ნაწილში გვიწევს ხოლმე ამ ყველაფრის ხილვადობა და სერვისის ნაწილში ძალიან საინტერესო ტექნოლოგია შემოვიტანეთ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან ერთად უკვე დავნერგეთ და მის შემდგომ განვითარებაზე მუშაობთ, სადაც აი მისტიური მომხმარებელი, რომელიც უკვე ხო არც ეს მოკლედ ჩვენ ყველაფერს ვაჩელენჯებთ, ეს სერვისიც აღარ არის მთლად ისეთი სასარგებლო, ხო? იმიტომ რომ თანამშრომელი უნდა იყოს მოჭიმული და ჩვენ ამავდროულად ვამბობთ, რომ თანამშრომლის ბედნიერებას და ვზრუნავთ და მართლა უნდა ვიზრუნოთ, რომ ვიღაცა შემთხვევითად არაბუნებრივ მსახიობური ნიჭით ახსავსე ადამიანი რაღაც სცენას დადგავს და იქ შენ უნდა იყო ჩაღო რომ კარგად წარმოაჩინო თავი ერთი თანამშრომლის სტრესი წარმოვიდგინოთ ამ ნაწილში ხო ოღონდ ეგეც ხო ყველამ ვიცით რომ არ არის მუდმივი ალაგ-ალაგს უნდა ელოდო რომ ვიღაც თავზე დაგადგება თანამშრომლის სტრესი წარმოვიდგინოთ მეორე მისი როგორც არაპროფესიონალი მსახიობის გამოცდილება და მესამე რომ თან უნდა იმსახიობოს და თან სიქსურად მომხმარებლის გამოცდილების სწორი ინსაიტები და დასკვნები უნდა ამოიტანოს რომ შენ კომპანიას ის კი არ დაპირდა რომ უბრალოდ მისტიური კვლევა გაგიკეთე, არამედ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით დაუბრუნდე და სოლუშენები შესთავაზე, ხო? მოკლედ ამ სერვისის და ჩელენჯების პროცესში საკმაოდ კარგი ტექნოლოგიური გადაწყვეტები მოგვესწრო, ასე ვთქვათ, დავნერგეთ უკვე და ვართ არა მარტო იმ ნაწილში, რომ თანამშრომელმაც მუდმივად იცის და მომხმარებელმაც მუდმივად იცის, რომ ეს ეპიზოდები არის ხარისხის გადამუშავების მიზნით ხელმისაწვდომი და გადამუშავება უკვე ნელ-ნელა ვაკეთებთ ხელოვნური
ინტელექტის დახმარებით, სადაც ძალიან ბევრი სერვის ეპიზოდების iterაციით ჩვენ ხვდებით უკვე კონკრეტულად რა გამოწვევა ქონდა თანამშრომელს, რა გამოწვევა ქონდა მომხმარებელს, სტრატეგიულ სისტემურად რა ტიპის პროექტები უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრევენცია განხორციელდეს და იგივე შეცდომები აღარ მოხდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რატო არის ორივესთვის სასარგებლო, ეს გადაწყვეტა, ეს არის იმიტომ, რომ უსამართლობის პერიოდში თითოეულ მათგანს ექნება თავისი არგუმენტი. თუ მომხმარებელი არის დასაცავი, მომხმარებლის არგუმენტირებისთვის საკმარისი მასალა გაქვს, თუ თანამშრომელი არის მართალი, მისთვისაც და იგივე მომხმარებლისთვის, აი ავუხსნა თუ ნანა როგორც ამბობს, მის მდგომარეობაში შესვლისთვისაც ეს არის ძალიან საინტერესო მასალა. ამიტომ მოკლედ ეს ტექნოლოგიური ნაწილებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამბავში. უზომოდ საინტერესო თემაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მე ძალიან მაღელვებს მართლა და ანუ მაღელვებსგან აი ნეგატიურად ანუ მართლა ინტერესით უსმენ და თითოეულ სიტყვას ვისრუტავ იმდენად აი საინტერესო კიდევ ძალიან ბევრს ვისაუბრებდი და იმედი მაქვს ივენთები როდესაც მექნება მომავალში აუცილებლად იქნებით სპიკერები და რაღაც უფრო მეტ ფართო აუდიტორიას მივაწვდენთ ხმას. იქამდე რადგან დროში შეზღუდულები ვართ რაღაცნაირად ცოტა შევაჯამოთ რა ის სიტუაციური ანალიზი ასე თუ ისე მიმოვიხილეთ. აი თქვენი რაღაც რეკომენდაციები ან თქვენი პროგნოზები თუნდაც აიპირებდეთ 5 წლის მერე სად ვიქნებთ ან სად უნდა ვიყოთ. სანდა დავფიქრე. 5 წლის მერე ხელოვნურ ინტელექტს რო ვერ ავსდებით ფაქტია. ჩვენ კიდევ აგერ საერთაშორისო დაჯილდოების წარმომადგენლები გავხდით ექსკლუზიურად კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში შესაბამისად მართან პარტნიორობით ახლა ლონდონში უკვე ნოემბერში იგეგმება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ჩვენც ვიქნებით წარმოდგენილი შესაბამისად. იქიდანაც ბევრ სიახლეებს ჩამოვიტანთ. მთავარია რომ ამ სიახლეებისადმი მიმღებლობა, მზაობა და სურვილი რომ რაღაცა გარდაქმნან არსებობდეს კომპანიებში. მაგ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია რითიც დავიწყეთ, რომ ესე ხელშესახებად გრძნობისთვის, რომ ნამდვილად რა ღირებულების მომტანი იქნება მომხმარებლის გამოცდილებას ეს სრუნვა ერთი სწორი საზომებით და აბსოლუტურად ახლა ძალიან ბაზარი ასევე გაჯერებულია, ისე ვიქით მივდივარ ძალიან ისეთი გაპაფსავებული ჭალებში, რომ თქვათ მეტრიკებით, რომელიც უკვე რას ზომავს, ან ობიექტურ რეალობას ვერ ზომავს, ამიტომ სწორი საზომები, სწორი ინსტრუმენტები, მათ შორის ტექნოლოგიური და ზოგადად კულტურის ცვლილება, რაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტრენინგების სახით, არამედ აი მათ შორის სათაოს დონეზე, ნებისმიერ ერთი შეხედვით, თუნდაც ისეთი ტიპის განყოფილება, რომელსაც პირდაპირ შემხებლობაში არ არის მომხმარებელთან, ან უკან რაღაცა digital products ქმნის, რომელიც მე საბოლოო ჯამში კი UX UI-ს რაღაცებს ვიზუალიზირებაში ცდილობ მომხმარებლის შემოყვანას, მაგრამ მუშაობის პრინციპების დონეზე შემოგვაქვს CX health check-ის ნაწილები. ანუ რას ნიშნავს, რომ როგორც agile-ს აქვს თავისი მუშაობის პრინციპი და რუტინები, რომ გუნდი როგორ უნდა აეწყოს ერთი მიზნის გარშემო, მომხმარებლის გამოცდილებაზე ორკესტრირებულად როგორ იმუშაოს კომპანიის, რა ვიცი, ყველაზე დაბალი რგოლიდან უმაღლეს რგოლამდე და service leadership-ის ნაწილშიც საკმაოდ საინტერესო მიმართულება აქვს ამ კუთხით აღებული და მაგასაც მალე გავაჟღერებთ, მოკლედ ამ მიმართულებაზე ერთად ვისრუნოთ. ის რომ რა გაკეთდეს, ანუ არა მხოლოდ მოკვლევა, არამედ რა გაკეთდეს ქმედების დონეზე, მოკლედ ამ ნაწილში CX-ის მხარდაჭერის იმედი შეგვიძლია გქონდეთ. ასევე სიახლეების შემოტანის და 5 წლის მერე მგონია რომ ბევრად გაზრდილ ქართულ საზოგადოებას მივიღებთ. არა მარტო ბიზნესურად, არამედ ჯამში, რაც ახლა გასაკუთრებით ძალიან გადავიღოთ. ემპათიაც, ადამიანურობაც და აი ამაზე კონცენტრირება ინსტრუმენტებით ჩვენ მოგამარაგებთ. მე შევაჯამოთ შემდგომ after ეპიზოდი რო გვექნება, before რა მდგომარეობა იყო და after-ში როგორ იქნება რაღაცა პერიოდის შემდგომ. ხო, ალბათ განვითარებულ და უფრო მეტად კომპეტენტურ და ცნობადობა ამაღლებულ ბიზნესებს ნამდვილად მივიღებს და ადამიანებსაც, იმიტომ რომ ჩვენი community-ის ნაწილშიც გვაქვს დიდი გეგმები, რომ გავაერთიანოთ ამ თემით შეპყრობილი ადამიანები ერთად. მე ერთ პატარა საფიქრალს დავუტოვ ჩვენს აუდიტორიას, როგორც სერვისის კულტურის ლიდი. აი, თავში ახსენან იმ და კარგად შევკრავთ რა. რომ აი მე რაღაცა ეს საჭიროებაზე მორგებული და სლოგანები მოკლედ და მისიები, ან ბევრ კომპანიას ძალიან კარგი სლოგანი აქვს, აი ვებგვერდი რო გახსნა წაიგითხო, აი აღრთოვანტები ძალიან მაგარი რა. ჩვენი მსმენელი ხა რაღაც ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც არიან დასაქმებულები, მათთან მექნება ესეთი კითხვა. ყველაზე კარგი ჩეკი ესე ვთქვათ, რომ აი რამდენად შენი კომპანია არის მომხმარებელზე ორიენტირებული რეალურად, ხო? ავიღოთ, გავიხსენოთ ჯერ რა არის ჩვენი კომპანიის სლოგანი და მისია. და მე დავფიქრდეთ, სტუდენტებთან მოკლედ ხშირად ვაკეთებ ხოლმე რა სავარჯიშოს, ვინც მუშაობენ და ხშირად სამწუხაროდ ვერ იხსენებს ადამიანი, რა არის მისი დამსაქმებლის მისია.
ვეცადოთ რომ გავიხსენოთ და რომ გავიხსენებთ, მერე დავფიქრდეთ ჩვენ ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ. ყოველდღიურ საქმიანობას. რამდენად ეხმიანება იმ მისიას და რამდენად ეხმარება კომპანიას აი მისიის მიღწევაში. ეს პატარა სავარჯიშო საფიქრალი. მე ისაუბრებს ჩვენას საფიქრალს დავამატებ და მე როგორ დავსტრესებ. აბა მე დღეს ვისრავარგე პრინციპით, რომ დავხურავთ საქმიან დღესაც, ჩვენს პერსონალურ დღესაც და რაღაცა ეს არა მარტო სამუშაოდ ჩვენი როგორც პერსონით რაღაცა ან მადლიერებას ან კმაყოფილებას ან თუნდაც თვით კრიტიკას რომ მეორე დღეს უკეთესები ვიყოთ ასე წავალთ, მაშინ experience-ი მუშაობს და გერამე ქვეყანაც იმუშავებს ნამდვილად. კი და ბოლოს პატარა ბლიცი რომელსაც ყველას უსვამ, ერთი რომ შემდეგ სტუმრად მაგალითად თუ გაქვთ კანდიდატურა, ვის ისურვებდით? ბიზნეს რომელიც ისაუბრებს რა ჭირდება ამ კუთხით. იმიტომ რომ ხშირად აი რაც გსმენია ხოლმე და ბევრს აღარ გავაგრძელებ, არის რომ ძალიან ბევრ რესურსს ვდებ, მოტივაციაშიც, თანამშრომელშიც, ინფრასტრუქტურაშიც, ფიზიკურ სივრცესაც ვაწყობ, რაღაც არ მუშაობს. აი კონკრეტულად რა ჭირდებათ, ხო? ანუ რა ედარდებათ, რომ აი ამ დარჩი, მოკლედ ჩვენ კი ბევრისგან გსმენია და მოდივად მათ მხარდაჭერა შეუძლიათ რო გვეგულონ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავხსნათ საუბრის სესია. კი. აი რაღაც მოდერა მე ერთობლივი დისკუსიები მოვა. კი, ეგ ვიფიქრე მე. კი, ჩვენ Six Meetup სესიები დაწყებული გქონდა და მოკლედ ამ შექმნილ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცები დაპაუზდა, კიდევ გავაცოცხლებთ ამ თემით დაინტერესებული ბიზნესის და ბიზნესში კონკრეტულად ყველას გვეხება ადამიანებზე და მოხარებელზე სრულმა, კონკრეტული პროფესიების ადამიანებისთან ერთად დისკუსია. წარმოვიდგინე უკვე პანელური სესია. შემოგვიერთდე ხოლმე. ჩვენ საინტერესო ხედვებით. თქვენს ნანა თუ გაქვთ რომელიმე კანდიდატურა თუ თქვენს ნანას კონკრეტული შეგვიძლია თქვა მე მარტივად გამოვწერე აბსტრაქტულად საკითხი ხო კონკრეტულზე ნაკლებად უფრო საინტერესო არის სხვათა შორის აი ბევრს უჭირს მაინც ამ გამოწვევებზე საუბარი რა როგორც ადამიანზე არის ახლა პერონალად აღიქოშენ სირთულეს და არ გინდა მას საუბარი კომპანიებიც ეგრე არიან და აი ამას თუ გავხსნით ესე ვთქვათ ამ პანდორას ყუთს თუ გავხსნით მგონია რომ ბევრად კარგი იქნება და აი რაღაცა უფრო ისე თანამშრომლობით ფორმატებს შეუწყობს ხელს და მომხმარებლობის უფრო ლოიალური იქნებიან კომპანიებს, როდესაც ეცოდინებათ მათი გულწრფელი გამოწვევები. ფანტასტიკური და ჩემ ფინალური კითხვა არის ხოლმე ყველას უსვამ ამ კითხვას. განვლილი გზაა თუ საბოლოო შედეგი თქვენი პერსონალური გამოცდილებიდან და თვალთახედვიდან გამომდინარე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ან ღირებული? განვლილი გზა. სიქსაბმა ისეთი გზა გაიარა, ვინც ჩვენ ვიცნობთ, რომ ხო, ეგ არის ყველაზე ღირებული რაღაცების დანახვის, გადაფასების, სხვანაირად კეთების და ყველაზე მაგარი, რომ არ გაჩერებას გიბიძგებს, ანუ რაც არ უნდა სირთულე გაიარო ამ პროცესში და დღემდე მივყვებით და ალბათ სირთულის გარშე არც ერთი კომპანია არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ნამდვილი საინტერესო მაგალითები გვაქვს ამისი, რომ არ უნდა გაჩერდე და აი ამ განვლილ გზის სირთულეებთან ერთად მოდის უფრო მაგარი საქმეების კეთების სურვილიც და მოტივაციაც, იმიტომ რომ შედეგში ხედავ ამ ყველაფერს და ხვდები რომ ამისთვის ღირდა ამ ყველაფრის კეთება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო ინსაიტებისთვის. ჩემთვის მართლა ძალიან ღირებული იყო და იმედია აუდიტორიისთვისაც და თუ ვინმე ანტრეპრენერები ნახავენ, მათთვისაც დარწმუნებული ვარ, ღირებულ ინსაიტებს აღმოაჩენ და მოგმართავენ, რაც მთავარია. ანტრეპრენერებსაც დავაბინავებთ აგერ MIT-ის პროგრამაში შესაბამისად. ღია ვართ მაგ ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ანი ძალიან საინტერესო. მადლობა.